მოგესალმებით. დიდი სიყვარულით. ვიდეო აქტიურია მაშინ, როცა ეს შეგხვდებათ დროს არ აქვს მნიშვნელობა. მოდი ვნახოთ, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ის რაც თქვენ ძალიან გაწუხებდეთ და ასევე რა სიახლეები შეენება თქვენს ცხოვრებაში. ძალიან მალე რა მიჩქარის თქვენსკენ. მოდი ჯერ ვნახოთ, რა ენერგიებში ხართ თქვენ ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, რომ მიხვდეთ თქვენზე არის თუ არა ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ის რაც თქვენ ძალიან გაწუხებდეთ? თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა, იცით? შესაძლებელია ცოტა შეჩერებული სიტუაცია გაქვთ იმისთვის, რომ კარგად დაფიქრდეთ, გაანალიზოთ თქვენი ცხოვრება, რომ არ შეცდეთ და კარგად დაფიქრდეთ, თუნდაც იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვენ ნამდვილად გინდათ, დაფიქრდეთ იმაზე, ნამდვილად გჭირდებათ და გინდათ თუ არა ეს კონკრეტული რაღაც, რომ იცი როგორ? თითქოს რომ არ მოტყუდეთ რა. და რა ენერგიებში ხართ ახლა კიდევ იცით? თითქოს რაღაცას ელოდებით. შესაძლებელია ზოგიერთი ელოდებოდეთ თქვენი საყვარელი ადამიანისგან ქმედებას. შესაძლებელია ზოგი ელოდებოდეთ ფინანსებს. შესაძლებელია რაღაც თანხები გჭირდებოდეთ. ან აგროვებდეთ. თითქოს იცი როგორ უფრთხილდებოდეთ თქვენს ფინანსურ შემოსავალს. კი, გაქვთ სტაბილური შემოსავალი, მაგრამ თითქოს უფრო მეტი გჭირდებათ თქვენი საჭიროებებისთვის. რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ის რაც ძალიან გაწუხებდეთ? თქვენ თითქოს მაქსიმალურად ძალას მოიკრებთ, გონებით კარგად დაფიქრდებით, ნამდვილად რა გჭირდებათ, თქვენ რა გინდათ, როგორ იმოქმედოთ. კი, პაჟი არ არის ახლა ისეთი მოქმედების, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან, თუ ვერ მოქმედებდით რამე საკითხთან დაკავშირებით. ასევე მიდის თქვენი ცხოვრებიდან, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რამე უსამართლოდ ხდებოდა, ეს მიდის კიდევ თქვენი ცხოვრებიდან. ასევე თქვენი ცხოვრებიდან შესაძლებელია მიდიოდეს ადამიანი, რომელიც თქვენ ძალიან გულს გტკენდათ, თითქოს ზოგჯერ უიმედო მდგომარეობაშიც კი გაგდებდათ. ზოგჯერ შესაძლებელია ფიქრობდით, რომ ყველაფერს უკან დავიტოვებ და ჩემი გზით წავალ. ემოციურად თქვენი ემოცია მიდის, ის რაზეც ძალიან ბევრს ფიქრობდით და ემოციურად ძალიან გაწუხებდათ და ძალიან გხლიდათ, თითქოს მარტო გრძნობდით თავს, რაღაცნაირად თქვენი მარტოობა მიდის. და რა სიახლეები შემოდის თქვენს ცხოვრებაში? კარგი, რა სიახლეები შემოდის? თუ თქვენ ნერვიულობდით ფინანსურ შემოსავალზე, რომელიც შეჩერებული იყო და არ მოდიოდა, თქვენ რაღაც გაგეხარდებათ. ასევე გაგეხარდებათ სიყვარულით, ემოციურად თითქოს კმაყოფილად იგრძნობთ თავს, თითქოს სიყვარულით და ემოციებით შევსილი იქნებით. ასევე მომავალზე დაფიქრდებით. ცოტა შესაძლებელია გქონდეთ მოქმედებაც. კიდევ რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში? თქვენთან მოიჩქარის ადამიანი, რომელიც რაღაც ახალ ამბავს გეტყვით, რაღაც სიახლეს გაიგებთ.
ასევე შესაძლებელია ესეთი რაღაცაც, რომ ის რაც თქვენთვის დამალული იყო, ის გაცხადდება და იმას გაიგებთ. ასევე შესაძლებელია რაღაც ინფორმაციას გაიგებთ, რომელიც ძალიან გაგეხარდებათ. ასევე კიდევ ისეთი რამ არის შესაძლებელი, ანუ ამდენს იმიტომ ვამბობ, რომ ვიდეო საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, რადგან სხვადასხვა ადამიანი უყურებს, რომ მისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს. ასევე მოიჩქარის თქვენსკენ მოქმედება, აი თითქოს ცხოვრებისთვის იბრძოლებთ რაღაცნაირად, გამოხვათ თქვენი ისეთი სიტუაციიდან, რაც ძალიან გაწუხებდათ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწრაფად გამოხვალთ და ძალიან სწრაფად გექნებათ მოქმედება. ასევე ვიღაცასთან შეიძლება მოიჩქაროდეს თავისი თასების მეფე, რომელსაც თქვენ დიდი ხანია ელოდებით. აი თითქოს თასების მეფე ცოტა ისეთი ადამიანია, თითქოს ემოციურია, მაგრამ ის მალავს ამ ემოციებს, არ უყვარს გამოხატვა და არ გამოხატავს ხშირ შემთხვევაში თავის გრძნობებს და ემოციებს. შესაძლებელია ზოგიერთთან ახალი ადამიანიც კი მოიჩქაროდეს თქვენთან. კიდევ რა სიახლეები მოიჩქარის თქვენთან? შესაძლებელია თქვენსკენ მოიჩქაროდეს ახალი ადამიანი, ანუ ახალი გაცნობა, რომელიც თქვენ, როგორ ვთქვა, ახალ ემოციას, ახალ სიყვარულს გაგრძნობინებთ და თითქოს ემოციურად კმაყოფილად და შევსილად იგრძნობთ თავს. შესაძლებელია ზოგიერთთან, ვინც თქვენ გიყვართ და ელოდებით, ის ადამიანი დაბრუნდეს, გქონდეს მოქმედება, რომელიც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. ანუ ამ ადამიანის გამოჩენა და მოქმედება თქვენ ძალიან გაგახარებთ, აი თითქოს სრულყოფილად იგრძნობთ თავს, თითქოს რაღაცნაირად იცი როგორ, თითქოს სამყარომ გამოგიგზავნა საჩუქრად. გისურვებთ წარმატებას.